მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები იოსი კოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასი კოდიშვილი გახლავართ. ისე მართლაც დროზე მოგვისრო ახალი მთავარი პროკურორის არჩევნებმა. დიახ, ჩვენს პროკურატურას ახალი სისხლი სჭირდება. რა, სერგო? ნუ გეშინია, ეს სიტყვები მაშინ იქნებოდა საშიში ადეიშვილს რომ ეთქვა თავის დროზე, თორე მე რა. მთავარი პროკურორის სავარძელს სავარაუდოდ ირაკლი შოთაძე დაიკავებს, სწორედ მას მიანიჭა უპირატესობა საპროკურორო საბჭომ იმ სამი კანდიდატიდან, რომელმაც დღეს საკუთარი პროგრამები წარადგინეს. აი ისიც ირაკლი შოთაძე, ახალი სისხლი, ახალი სიო, ახალი სახე. თუ არ არის ეგრე, პირიქით მე მგონი ხლა კბილაშვილის მერე პირველი მთავარი პროკურორი იქნება, რომელსაც სახეზე და ხმაზე ვცნობთ. და მე მაგას გაჯობია, კაც. სხვა თუ არაფერი დარწმუნებულები ვიქნებით, რომ მთავარი პროკურორი გყავს. აბა აქამდე ხლა იქნებ გვატყუებდნენ და არც ყავდა. ხო, სახეზე ეხლა იმას ვერ ნახულობდით, იმის ხმა არ გვესმოდა და ეხლა პროკურატურა კიდევ საქმეზე აგებდა. იქნებ უბრალოდ მოიგონეს ეგ სახელები, ოთარ ფარცხალაძე და გიორგი ბადაშვილი. და არც არსებობდნენ, კაცო. მაგის გამოგონებას კიდევ რა უნდოდა, კაცო. თუმცა არა, ოთარი და გიორგი ხო, მაგრამ ეს ფარცხალაძე და ბადაშვილი როგორ მოიფიქრეს, სავალ ძმაო რა, სავალ. ჩვენ კიდევ ვამბობთ ეხლა არაფერს აკეთებდნენ. და მაინც ირაკლი შოთაძისგან დიდ საქმეებს ველოდებით. ისე საკითხავი კი ამ მთავარი პროკურორის მოადგილეობისას რატომ არ აკეთებდა ამ საქმეებს, მაგრამ იქნება აკეთებდა და არ ჩანდა, იმიტომ რომ ბადაშვილი ჭრილავდა თავისი ქარიზმით. ხო, კიდევ იმას აბრალებენ არჩევისას 13-დან ერთი ხმა ნათესავმა დედის დეიდაშვილმა მისცაო. ჯერეთი ის კაცი დედის დეიდაშვილობასაც უარყოფს და მეორეც ეს ბრალდება ურთმელიძეს არ გააგონოთ, თორემ მოკვდება სიცილით. ხო. ხანდახან მგონია რომ გიორგი მარგველაშვილი არ არსებობს და უფროსებმა გამოიგონეს რომ ახალწელს საჩუქრების არსებობა გაამართლონ. შეიძლება ეხლა მთლად მარგველაჩემზე არ არის ეს ლეგენდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, მთავრობის ადმინისტრაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 4-დან არც ერთ მიმართვაზე პასუხი არ გაუწია. მეტის ღირსიცა. რა დროს წერილების წერა, კაც. შენო გაქვს დრო, კაცო, ყველა შენაირი მოცილი კი არ არის. ყველა მიმართვაზე ხა თუ უპასუხეს იმათაც მე დანამატი როდისღა გამოიწერო. ადე კიდე დაიბარე პირდაპირ. თუ არ მოდიან ხო. მაშინ დაურეკე. ხო, არიგებენ. მაშინ ისე წერილობით მიმართე კაცო. ეგ ხო უკვე 4-ჯერ კენე. მაშინ რა კენე იცი? რამის ოპერაცია გაიგეთე. და სანახავად რომ მოვლენ პალატაში იქ დაელაპარაკე. ან მე-5-დაც მიმართე წერილობით და ბოლოში მიაწერე ოღონდ ესა. ვინც ეს წაიკითხოს და პასუხი არ მომწეროს, იმის კარგები და კეთილები იმას ვგენით თქო. და ეხლა ეგენი მაინც შეიწერენ, მაგრამ სამაგიეროდ გულს მოიფხან შენ. ან ეგეც თუ არა, მაშინ ცილაკანი ძაღლი იყიდე. წერა ასწავლე, იმას მიაწერინე მიმართვები და იქნება ეგ მაინც ჩააგდონ ძაღლად. რა არის რა ეს ცხოვრება რა. აქამდე ხო მარტო პოლკოვნიკს არ სერდა არავინ და ახლა აღარც მთავარ სარდალს პასუხობ. გიორგი ბადაშვილს ეუბნებიან, ბატონო გიორგი, გადაგაყენესო. უი მართლა, რას მეუბნებით? მოიცა, ვინ ვიყავიო? მარგველაშვილის საყვედურობს მთავრობას 4 წერილი გამოგიგზავნეთ და რატომ არ პასუხობდო? რატო ჩვენსთვის წერილებს არ ვკითხულობთო? ღვინოვა კახურო ვარ შენი მსმელი. რა გინდა სერგო, რა? ხელს ნუ მიშლი კაცო. რას ქვია, რა მამღერებს და შეიძლება სამსახური შევიცვალო. ხო, მე მგონი ერთი ვაკანსია თავისუფლდება და ღვინოვა კახუ. პატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს პოლიტიკაში წასვლას და არც მონაწილეობას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. რა ვიცი, ხა მე მშვენივრად მესმის ამ კაცის. ამოვიდა ყელში სხვების პარტიების შესრულება და თავისი პარტია მოუნდა. საერთოდ მოწყენა იცის სიმღერამაც, ქველმოქმედებამაც. თან ეხლა პოლიტიკისთვის კარგი მონაცემები აქვს. მაგალითად ეხლა ეგრო შემოსახებს ღვინო კახურო, ვარ შენი მსმელიო, რომელი კახელი მე ვენახე და ინანებს ხმას,
არა ერთი უხერხულობა კია, ისე როგორი მოსასმენია ახლა პაატარო გამოვა ხმა მომეცითო. სამაგიეროდ ბევრი ხმა არ დაჭირდება ხო? მიცემ პირველს, მეორეს და სოფელიც აშენდება. უпроსორად თვითონ პაატა მისცემს ხმას, ეკომბანია. ხო, ბანის მიმცემი უნდა ბიძინა ჩემი რაშუაშია და ისა მთავრობას თორემ. ვინც პირველი ხმის თქმა მოინდომა, კი აგერავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში გამაგრებული და გამოკეტილი. ხო, სხვათა შორის ახლა იმ გამაგრებულ გამოკეტილზე გამახსენდა და 1000 რამის გათვალისწინება კი უნდა ბიძინა ჩემი რაშუაშია და კაცს კაცო. ვის და პაატა ბურჭულაძეს ახლა სცენაზე იმდენი როლი გამოუცვლია, როდის ვის ხასიათს გამოამჟღავნებს, ვინ იცის კაცო. თან მე ეგ თუ ოპერაში გამაგრდა, მე ხა კაცო თვითონ პაატამაც უნდა გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკა ქვემოქმედებიდან კი იწყება, მაგრამ მე სამოქალაქო სექტორით გრძელდება. არა, იმასაც ამობენ სამოქალაქო სექტორში წასულები ქვეყანას კულისებიდან მართავენო, მაგრამ პაატა ბურჭულაძე კულისებში ყოფნა საიტანს ახლა. მოკლედ კაცო, ეს ნატო და ევროკავშირი არის ცისარტყელასავით. ო, მოგწონს ახლა ლამაზია, მაგრამ მივდივართ და მაინც ვერაფრით მიუახლოვდით. აგერ ახლაც ნახევარი საქართველო ისეა, ოღონდ ამ ქვეყნიდან გააწნას და შენგენის ერთ ვიზაში სალკლდებსაც გაწვლის და ხურდაში ცრიან ბალახსაც დაუმატებს ზედ. მაგრამ რადგინა კაცო გამოვიდა ბერნარ კუშნერი და შიკ ევროპერსპექტივაში იმას გვიქნა. თქვენ რა თქმა უნდა გაქვთ რაღაც შანსი, მაგრამ ძალიან ნუიჩქარებთ, ევროკავშირი ჯერ თვითონ უნდა შეიცვალოს. აი, კეთილი კაცი, კაცო, დაგვაყენა სორგზაზე, ხო? ხო დაგვაყენა. აბარა, ეხლა რომ მიგვათრევენ ვიღაცები ამ ევროკავშირში, სად მიგვათრევენ, სა? იქნება ტრეფიკინგია, იქნება ხიხია, ხო? ვერ გაიგეთ, კაცო, ჯერ თვითონვე ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ანუ პრობლემები გქონიათ და გვინდა ახლა ჩვენ ევროკავშირის პრობლემები? რა, ცოტა მოხუცულია ახლა ქართველები ევროპაში. ახლა თვითონ ბებერი კონტინენტის ჩვენი მოსავლელი რომ არ გახდეს, კაცო. კიდევ კარგი ბერნარ კუშნერი გამოჩნდა და აგვიხილა თვალი თორემ ახლა გაუქმდებოდა ეს სავიზო რეჟიმი და მოგვაწყდებოდნენ ეს უსაქმური ფრანგები, გერმანელები და ვინ აღარ კაცო. ეგრე გვიტყუებდა ნატოც, მოდით, მაგრამ ნუ რას უკაცრავად? იზის დღემდე უჩვენოთ. ეხლა და თითქოს რა კარგად მიდიოდა ყველაფერი. ევროკავშირის კარზე დააკაკუნეთ, თვალი არ გვეცეს და თან იქნება გაგვიღონ კიდეც. ბიძინას ეკითხებიან პაატა ბურჭულაძის პრეზიდენტობას რატომ ემხრობიო? რატომ და 11 საწუთამდე ვეღარ ვიძინებ და იავდანას მიმღერებს? საქართველოს მთავრობა ეკითხება ბერნარ კუშნერს, როდის მიგვიღებთ ევროკავშირშიო? როდის და აი ეიფელს ხედავთო? კიო, ხო და გამოეკანეთო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქს. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან.